გამარჯობა. მოვიდა 6 სექტემბერი. ეს არის კვალიფიკაციის დღე. შევიკრიბეთ საპატრულო ეკიპაჟის აქარის რო გადაადგილების დროს სპორტულ მოტოციკლეტებს, რომელიც ბაზაა გადაკეთებული ან მაყუთში, რომ მაგის გამო ჯარი არ დაეწევთ გზაში. უსტავს ჩაგვაცილებენ, შეჯიბრის მერე ჩამოგვაცილებენ. ყველა ის მონაწილე, ვინც აქ უნდა მოსულიყო მისამართები გადაცემულია, მაგალითად რომელი უბრუნდან მოდის, რომ იქიდან აქამდე არ დააჯარიმონ და საღამოს ასევე ისე აქ შევიკრიბებით და ისევე აქედან სახლამდე სანამ წავლენ, ეგეც უსაფრთხო იქნება პატრულის ეკიპაჟების დახმარებით. დანარჩენ ნახოთ, დღეს კვალიფიკაციის დღეა. რადა როგორ იქნება ვნახოთ და მე მოტოციკლეტი წამოვიყვანე. ეს რაღაც მოტოციკლეტი ჩამოიყვანეს ქუთაისიდან, რა არის, აზზე არა ვარ. ვერ ვცნობ რა ბრენდია. საიდან ისო, უკან მოსდებ ხარ. მე ამას უკან არავის არ მივსდევ მე. დღეს რევანშის დღეა. ეს ეს დღეს შანსი არ აქვს. დღეს არა, ხვალ ჩემი დღეა. არავის. კიდე ხა მაგარი გითხრა. წამო. ეს რატომ მოდის? ინტერესის რა. არაფერ, დღეს კვალიფიკაციაზე სპეციალურად ცუდადვილი. გადავხედა მონაწილეები ვინ არიან, მაგის მიხედვით გადავალაგე ხვალ ვის უნდა შევხვდე და კვალიფიკაციას ისე დროში ვივლი, რომ ეკაზე უნდა რესტორანიდან გიგური. კი ძმა, არ არის პრობლემა, შემოგივლი. აი ეს შენთვის ყავს ეს კალია. ქუთაისელია ეს? გეშინიათ? აღარ არის. შო და მოკლედ რა, დანარჩენი ხა გზაში ხო იღებ შენ? მე გოუპროცედურა. გამშრომლობა კადრები ხო გვექნება? მე მექნეს. თუ იტყვი რომ გამოიწევ ჩემი არხი. მე არადოს არ ვიტყვი რომელიმე არხი გამოიწევ. მე შეიძლება ვთქვა რომელიმე არხი, რომელიც დასაწყისებელი იყო, არ გამოიწევ. რომელი? მაგასაც არ ვიტყვი, იმიტომ რომ კიდე მაგათ რეკლამა გამოდის ბაცს. სხვა არხებში გამოიწევ. ჩემზე არის არხი, რა? არა, არ უნდა გამოიწევოთ არც ერთი არხი, თუ არ გაინტერესებს. თუ გაინტერესებთ, ყველა არხი უნდა გამოიწევოთ. რომელიც არ გაინტერესებს, არ გამოიწევთ. Llega algún día, la sangre estalla y caíste en cornisas y el cuerpo tibio no te deja pensar. Si te gustó no niegues con risas, no hay verdad más grande que diga que a buena racha después a remar. ეგ დათვალიერება დაიწყო. მე მეგონა რომ კატას არ იქნებოდა, მაგრამ აქ არის. დავაკაჩაო კარბურატორი? აე. მიდი ერთხელ კიდე გავუყურე. დაი. ეს ყოფილა მაგარი გაკეთებული, ამათ 58 ცხენის ძალა აქვს და ამას აქვს 61. ეს ყოფილა ნადირი. თურმე ვეღარ აკავებენ, ისეთი ჩქარი ყოფილა. ვალა. აბა ვნახოთ, ეგ დათვალე. გოგოების კლასი ამ ეტაპზე, ამ შეჯიბზე გაიმაზა. დევეთ. მონაწილეების არ ყოფნის გამო მიზეზი მე ვიცი, მაგრამ ვიდეოში ვერ ვიტყვი. აი ამის ეგ დათვალე. მოდი ერთ წამი. კატას ერთია შეგვიმოწე ცეპი თუ აქ დასაჭიმი ამას. ვნახოთ რა სიზავს ვიქტორა. კაი არა, მაგარი მოტო. რაში სიჩქარეში ძალიან კაია. ჰარლზე ჩქარი ატო ჩაივა. მოკლედ კვალიფიკაცია დაიწყო და ყველაფერი კარგად მიდის. კავასაკით უკვე ვიარე კვალიფიკაცია. წინაზე მეთქი ვიფიქრე რომ ჰუმანური ვიქნები, მეთქი ხა ესეთი მოტოციკლეტით ვარ, მეთქი ბიჭებს დაუთმობ, მეთქი ბავშვებს და
ერთი-ორი გავუშვი რა გავატარე და მე დაიწყო რომ ვერ დადის და რაღაცა თუ ერთად ეხა წერი ეგრე დრო და ნახო. საუკეთესო დრომა Kawasaki BMW ჯერ გავსვა BMW თვება ეხა. ეხა BMW გათვება და BMW-ი გავლილი კიდე ერთ საკვალიფიკაციო გარბენს. სპეციალურად არ მაწყობს Kawasaki-ზე ხა დღეს რომ საუკეთესო დრო მქონოდა. სპეციალურად ნელავი არა, მაგრამ მაინც შემომე საუკეთესო დროა. რომ მინდა რომ პირველივე იმისეში გადანაწილდება და ეხა BMW-ზეც იგივეს ვიზავ, რომ არ მინდა რომ საუკეთესო დრო მქონდეს. და მე კვალიფიკაცია გადალაგდება და ნახოთ რა იქნება. წავალ ხა მომწოდე. კვალიფიკაცია ვიარე Kawasaki-ზე საუკეთესო დრო მაქვს, BMW-ზე მაქვს მესამე დრო. საერთოდ არ მივარჯიშია და არც ბენზინი ვიცი რაღაც, არც სპირტი არ მისხია. აი ეს პირდაპირ ხამივით გამოვარდი ძველი საბურავით. ხვალე უკეთეს შედეგს დავდებ, უეჭველი ვიცი. ეხლა დღეს კვალიფიკაციაზე ბევრი კადრები არ გვექნება, იმიტომ რომ გადასაღები არაფერი არ არის და დანარჩენ კარგ კადრებს და კარგ განხილვებს ხვალ შემოგთავაზებთ. აბა ხვალ. მოკლედ დადგა ეს დღე. დღეს არის შეჯიბრის დღე. ხოდა? ბენზინი საყინულეშია. ეხლა რაც არის ბაქში დარჩენილი, მას ამოვიღებ. გუშინან ცოტა იქნება. მე ახალ ბენზინს ჩავასხავ. პორტალი სუპერი მაქვს და სპირტი გლიჯე ეგრევე. ხოდა? ნახოთ რა სიზავს რა. საბურავი ახალი დავაყენე, სულ ახალი. ცოტა ბუქსაობს და ბარემ წებოსაც გამოვიყენებ. სტარტზე. ჩამოვიტანე წებოც მაქვს. წინა შეჯიბრებს ქონდა, პროსტა არ მიხმარია. რაღაც უმოღამოთ ვიყავი და დღეს ბაიოიხოძე ვარ. Kawasaki-თა დღეს ორივე მოტოთი მინდა რომ მოვიგო რა. ნახოთ რა იქნება. დანარჩენი მერე გადავიღოთ კიდე ეტაპები. აუ ყველა ემზადება იქით ქუთაისელები, თელაველები ყველა ხოძეა რა. ნახოთ. დღეს დილით ამინდი თბილისში აურია და აქ ამინდის პროგნოზში ურევს ცოტას რა. ნახოთ. გაგებინებთ რა იქნება რა. ვიწყებთ? არჩე ისა რა ქვია. მოკლედ კრუიზერების შეჯიბრი დაიწყო. ესენი 300 მეტრს გადიან და წესთ მალე უნდა მორჩეს და ნახოთ რა იქნება. რომელი მოიგებს როგორც 113 წელი? ატვე ჩაივა. ეს იმიტომ მოიგებს რომ სპორტიდან არის გადმოსული. ტროას ცხენივით რომ შემოაგორა ეს ჯარდი ეგ ბარდა ეგრე კი არ დადის. აბა ნახოთ. აზე არა მე დაეწევა და გაასწევს. აი რაღაცებს ზომობენ ხოლმე ხო ჰარლიზე რაღაცას რასპდვალ შესვლიან, გლუსტრას შესვლიან, ჩარჯერ შესვლიან. ცხნერისგან გოზინახს ვერ გააკეთებთ. დაივიწყეთ. ეხა ეს თავარი მორჩეს რომ ამის მერე იქნება 1000 პლუსი და ხოძზე ვარ გიჟივით, ნახოთ რა იქნება. იმედია, აი როგორც არ უნდა წუნდეს კიდია რა. მაინც მინდა რომ ჩატარდე. ჩემი მოტო განახოთ, ჩემი მოტო სად არის? აი ამა. მამაინაც სვალოს. მაგარი კაი კაცი მოვიდა. აი, მაგარი კაი კაცი მოვიდა, თავის თავზე ისაკეთებს რეკლამას იკეთებს. გამოიწერა. ნახოთ რა იქნება რა. აწუნდა. ახლა მოვიაროთ მანქანებით რომ იქნებ ანუ საბურავი რადის ასფალტს ასე თუ ისე უფრო აშუქს რა. შეუერთებით ახლა კოლონას, აი. ეს მამაპაპური მეთოდი გვაქვს საბურავების გაშროვის. ეს გავიაროთ, გამოვიაროთ. საბურავი გავაშოთ და ამის მერე ხა იგივე იწყება აბსოლუტ კლასი. აბსოლუტ კლასში Kawasaki იქნები. და ნახოთ რა შედეგი იქნება. თავარია ისე გაშესრო დრაგი მოესწროს, იმიტომ რომ ეხლა რო პირობითად დრაგი ვერ მოესწროს და ეს შეჯიბრი ვერ მოესწროს და გადაიდოს. პრობლემაა იქიდან გამომდინარე, რომ ამის შემდეგ უკვე შემდეგ შაბათ-კვირას გვაქვს წრიული ეს ეტაპი. მე იმის შემდეგ შაბათ-კვირას გვაქვს იმის ეტაპი რა ქვია. რაღაც შეჯიბრი და ტრეკი დაკავებულები და კარგა ხარ რა. და სამწუხაროდ გადაიდება დიდი ხნით. ასე ერთი ეტაპი დაგვრჩა კიდე ოქტომბერში, რომელიც მინდა რომ მოვასწროთ და ნახოთ რა იქნება რა. ჩემ მოტოციკლებს რაც შეეხება Kawasaki ღმერთისგან დალოცულია, თითის დადება არ ჭირდება. გაქროლია. არც არაფერს არ ვაპირებ მაგაში. აბსოლუტურად არც მეთქი არ მაგას ამე გავუკეთო ისედაც ამ კლასში კონკურენტოა. იმაზე რა ქვია. BMW-ზე პროგრამა მაქვს ჩაწერილი, ფული აყენია, აგრაპოვიჩი. ავიღე ბოლომდე მთელი გამშვები.
არის სპირტი თავისთავად ალების სამწერ ყველაფერი გაკეთებულია რომ მაგრად მუშაობს. ახლა სპირტის ნასწრები გაზია და სპირტი მაცივარში საკმაოდ შეგაცებული და ნასწრა სპირტს შავასხავთ სპირტიან ბენზინს და უბრალოდ ბენზინიან სპირტს, იმიტომ სპირტი უფრო მეტია მგონი. ახოთ რა იქნება. ხოლა მოკლედ ხოძე ვარ რა. მინდა რომ მორჩეს დღეს ეს შეჯიბრი, იმიტომ რომ ვერ ვასწრებთ არ ვიცი ძალიან მინდა რაღაცა ხოძე ვარ რა. ვარეშინი წესით ახლა ამინდის პროგნოზი. არა და რო თქვი, საათია გამოცხადებული. რა ხო არ გადავა, ამინდის პროგნოზში ისა რა ქვია. კერხერი ხატია პირდაპირ რო ჩახედავ. კერხერის ლოგოა იმაში ახლა. სტას. ეს მიმკიცებდა, არა, შენ ეთქობა სხვა პროგნოზს ნახულობდი, მე მეგონა ხო. ისიც მაგადრეს რა ეგო რეგიონის მიხედვით უნდა ნახო, ამათ ეგონათ რომ დაღესტანში ვეძებდი ამინდის პროგნოზს და მეშლებოდა რომ წვიმა იყო. ეხლა 2 საათზე წერია ზედა წვიმა. ამინდი არის გოგოს ხასიათი ვიტყვით რომ ვერ გაიგებ რა უნდა. ეგრეა ნახოთ რა. იმედია მოვასწრებთ რაღაცას ისე რომ ჩატარდეს. კრუიზერების კლასი მორჩა. არ მორჩა, რა მორჩა ფინალი დარჩა. აი კლასია კიდე. Короче, 300 მეტრს გადიან, იმაზე ბევრად გვიან, ვიდრე 400 მეტრს გადის 600-იანი ბაიკი. მაგრამ რადგან ორბორბალზე დგას და რადგან ჩვენები არიან, მაინც ჩატარდება. შეჯიბრი მაგათი, ყველას უნდა გართობა, ყველას უნდა შეჯიბრი. არ აქვს უშუალო რა იქნება, ახლა ის მანქანა ისე შემოდის. ზუსტად ვიცი რომ რაღაცას იზავს. ეგეთი მანქანების მეშინი. ესეთ ამინდებში, ესეთ სიტუაციაში ხო იცით თავის გამოჩენა რა უნდა და რა. მე ხდება ხოლმე. რაღაც. წინა ვიდეოში რო თქვი რომ საიდუმლო მაქვს მეთქი და მე ვიტყვით ხო? აფესეთ საიდუმლო არ იყო. უბრალოდ საბურავი, ჩემი საბურავი ჩამოსვლას ვერ ასწრებდა. ეწერა ვასექნებდნენ. ანუ ჩემი საბურავი ჩამოვა ხვალ. მაგრამ შეჯიბრი არის დღეს. მაგრამ მიგანი ახალი საბურავი. რა ხდება? მოკლედ ჩარტერული რეისით გადმოვაფრინე. მართლა ისე ჩამოვიტანე. თაკომ ჩამოვიტანა. მოსკოვიდან. რეისი ქონდა იქით რა. რა ვიცი. მაგიტო ვსკევდა. თხოვე და ვიყიდა და ჩამოვიტანა. დავთავარია მოერწყო. ასფალტი რო გაჩნდება. ერთ მონაკვეთში ასფალტი გაჩნდება რა, ერთ რაღაცა ვიკლას და ეს ღია ხიდიანი მანქანები ვიღაცა მაგრამ ნახევრად მოეჭიდება და რაღაცას მიქარავს. აი ნახე. იმედი არ იქნება ეგ. ჩემი სპონსორი მოვიდა. ბაშვი. გადაიგებ წიმა და. რამდენი მანქანა ჩარჩა? ეს ჩარჩატო. ყველა შენი საცივი როგორ არის ჯიჯი, ჰა? როდემდე თორეგი. რომლით დავიწყო?
5 ლარი დადეთ და ბუქსირი გააქვთ? ესენი ჩავარდე და შოთა ეუნება. მე რა მოგივიდა ესო და შევიდა და იმავე მოწყვიტა ყველაფერი. ოქახავა. ოქარო. ია. გაია. წვიმო გადაიღო ასფალტი გაშრა იწყება აბსოლუტი კლასი, ყველაზე ძლიერი კლასი. ნახოთ ახლა მე კვალიფიკაციის დროს საუკეთესო მქონდა, ამიტომ ერთი მას რაღაც პრინციპი არ მახსოვს, მაგრამ ტოვებ რა. ეხლა ვანჭკა შეხვდებიან და ლევთა ერთმანეთს, მე სიპტილა შეხვდება და ფრიდონი და ამათში გამარჯვებული და მე იმათში გამარჯვებულს ვიღაც შეხვდება, ვინ შეხვდება არ ვიცი. მოკლედ რაღაცა იქნება რა. მოვიგებ ახლა და გეტყვით რა. შენ როგორც გასამეთქელი გადმოგხმოდე. მივაფს ახლა ხო აღირს. აბანავები არა უყურს. ქუთაისში ვიყავი საჭმელად. გიმის ჭამა, შუა დღეს ჭამა, საღამოს ჭამა, ღამე ჭამა. რომ მოგემატებინა. ეცოდა მოიმატოსო დრაგისტი, შოდა ხო დაგვდით აგე. ყოლე დახერხემალი. აბა ვნახოთ ვინ მოიგებს. ეს არის სიკვდილა. ეს სიკვდილა ხო იცი რატო ქვია? ამასთან ერთად ვინც საკატაო წავიდა ყველა დაიმთვრა და. ალო. მიდი სიკვდილ. სიჩქარეში თუ არ ჩააგდებ არ წავა ბოზიშვილი ვიყო. სიჩქარეში თუ არ ჩააგდებ არ წავა. ჩააგ. ეს ნომერი დაბლარე, მე ვინმე პატრულმა არ ნახოს, მაგრამ ამაზე არის 2000 ლარი ჯარიმა, აი ამ ჩარჩოზე. შენ იღბოა. ამას ხონდა ამას ფოლი. ხონდა ხო? ვა, შენ წაკა ხარტო. დაშვები რა არის ახალი მოხები. აი აჩადე, ვიღებ და ვარ. 1-0 იგებს სიკვდილა. ამას დავიჭე, კიდე რო არ დააფასტარტოს. მართლა რომ დავიჭირო, თო ვერ წავიდეს. medals pokita.
დასრულდა დრაგი. სამწუხაროდ უკვე მე რამდენი გვაქვს შემთხვევა. რატოა წესებში არ ვიცი, მართლა არ ვიცი რატოა წესებში. დრაგი ამ ეტაპზე ჩაიშალა გარკვეული კონფლიქტების გამო. რა თქმა უნდა, ხალხს კონფლიქტი და აგრესია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შეჯიბრი ესე არ უნდა ტარდებოდეს, იმიტომ რომ ნათელ მარტივ მაგალითს გეტყვით, რატო? ფოლსტარტი ანუ როდესაც ადრე დასტარტავ, შუქნიშანზე ადრე უნდა იყოს წაგება. არ უნდა იყოს პატიება და გამეორება. მე მქონდა ფოლსტარტი. ნახე რა მოხდა? ფოლსტარტი მქონდა და ეგ დადგომა ეგზაესდი წავაგე. და ამ დროს ნახე რა ხდება რა, ანუ წავაგე და რომ მოვედი, ეგრევე იასნია ტელეფონები, მეთქი დროზე ფოლსტარტი მქონდა, ნახე. არ უნდა მოხდეს არავითარ შემთხვევაში, რომ წაგებული ტიპი ამტკიცებდეს, რომ კი ნამდვილად წავაგე, იმიტომ რომ კიდევ ერთი გასულ შანსი ქონდეს. ანუ ეგ ხო არარეალურია. ანუ ფოლსტარტი უნდა იყოს წაგება. მაგას ყვირი უკვე. სამწუხაროდ ისევ იგივე სისულელე მოხდა რატომღაც და მაგის გარდა კიდევ ერთი ჩვენთან რუსთავის ტრეკი არის დაღმართი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ყველამ ვისაც რუსთავის ტრეკზე გვივლია ის მონაკვეთი, რომელი მონაკვეთიც არის დრაგისთვის განკუთვნილი, არის დაღმართი. საკმაოდ დაბალი პროცენტულობა აქვს, 2%-ია თუ 3%, მაგრამ არის დაღმართი. არ აქვს მნიშვნელობა, არის დაღმართი. როდესაც სტარტზე დგახარ, ისტარტები მოტოთი, რომელიც არის მაგალითად 195 კილო ან 190 კილო და აქვს 220 ცხენის ზალა ან მეტი. ნახე როგორ ხდება დასტარტვა, კონუსზე ხელი გიჭირავს, მეორე ხელი დგაზი გიჭირავს, ანუ ერთი შემთხვევაა და ორივე ფეხი კიდევს დაბლა. იქიდან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერი დრაგსტერი დედამიწაზე, დრაგზე იმაზე, ყველა ვინ სტარტავს, ორივე ფეხი უდგას მიწაზე. და რატო? ერთი ფეხი რო აწიო და კონდეს სატერფულზე დადებული ნოჟკაზე, რო დაისტარტები, ეს გამოიწვევს მოტოციკლის დისბალანსს. შეიძლება წახვიდე გვერდულად. დიდი შანსია იმის, რომ ანექით წახვიდე, ანექით რაღაც ისული. ერთი. ანუ ნახე რა ხდება. ანუ სტარტზე დადგე ისე რომ დისციპლინაზე ხელი ქონდეს მოჭერილი, გაზი აკონტროლო, ტახომეტრს უყურე მას, ამ დროს წინათით ვერ დაატორმზებ, რა თქმა უნდა, სისულელეა და ამავდროულად კიდე ერთი ისა რომ ანუ ფეხი და ხელი და ანუ ამ დროს ტორმს არ ეხები რა. დედამიწაზე არ არსებობს დრაგი, სადაც არ არის დაშვებული, რომ მოტოციკლეტი გაინძრეს. არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ მოტოციკლეტი უნდა წავიდეს ანამე. ანუ მოტოციკლეტი რომ გაინძრევა, ეს არ ნიშნავს ფოლსტარტს. დედამიწაზე არსებობს ყველა ნორმალურ ქვეყანაში, ყველა ნორმალურ გარემო პირობებში ხდება ეს რაღაცა. არის სტარტის ლაზერი. ლაზერს რო გადაკვეთავ, გეთვლება ფოლსტარტა. თუ შუქნიშნის მწვანემდე თუ გადაკვეთავ იმას რა ქვია, ხაზს ამ ლაზერს თუ გადაკვეთავ, იქნება ფოლსტარტი. ნახე რა ხდება ჩვენთან არ არის ლაზერი. არ არის ლაზერი. და ამიტომ აყენია ტიპი. ნახე, ადამიანი რომელიც დგას, ის ადამიანი ხო ავტომატურად ასრულებს იმ ლაზერის მოვალეობას. ლაზერის მოვალეობა რას ნიშნავს? უნდა გააკეთოს ზუსტად იგივე, რაც უნდა გააკეთოს ლაზერმა. მესმის რომ ამის გაკეთება თქვა რაღაცა პირობა ძნელია, იძნელი, ეზნელი. ყველაფერი მესმის, მაგრამ ის რომ მოტო გაინძრევა და ეს ნიშნავს რომ ფოლსტარტი ეგ არის სისულელე. ეგ წესი ვინც დაწერა, არ უფიქრია იმაზე. საერთოდ არ დაფიქრებულა, ვინც მაგას დაეთანხმა, არც ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ მოტო, რომელიც არის 150 კილო პირობითად, რომელსაც აქვს 220 ცხენის ზალა, სტარტზე რო დგახარ, დაღმართზე დისციპლინას რომ მოუჭდა, გას რომ იცემ, მიდის. თუ გინდათ ექსპერიმენტი ჩავატაროთ, საერთოდ არ ჩავაგდებ მოტოს სიჩქარეში. დავქოქავ, უკანა ბორბალს აერში ავწევ, გას მიცვენ და წინ დატრიალდება საბურავი. იმიტომ რომ ძრავში ყველაფერი ტრიალებს ერთი მიმართულებით. კაროკის ნამხარეს ვიზა, გადაცემათი ყოლობის ხარეს ვამბობ რა. შეიძლება მუხლალილი კალენვალი რაც არის, უკუღმა ტრიალებდეს, ბევრ მოტოზე კალენვალი მაგალითად აქეთ ტრიალებს, რასპოდლები იქით ტრიალებს, ეგეთი მოტოებიც არის, რომელსაც პლანებით აქვს გადაცემა, მაგრამ კაროკის ხარეს, რაც შეეხება გადაცემათი ყოლობის ხარეს, აბსოლუტურად ყველაფერი ყოლობის ტრიალებს წინ. დრაგის შემთხვევაში რა ხერხდება? დრაგის შემთხვევაში გვაქვს ციკლენიები, ზოგს კერამიკული, ზოგს პრუჟინები გვაქვს შეცვლილი, ზოგს თლიანი კალათა გვაქვს შეცვლილი. საერთო ჯამში ეს იწვევს იმას, რომ გადაცემათა ეს კონუსი რაც არის ძალიან უხეში, ავტომატურად იყოლიებს, ავტომატურად მიდრეკილა იმისკენ, რომ საბურავი გადაატრიალოს წინ. ანუ რა ხდება? რა პირობები გვაქვს? ანუ ის რომ მოტოციკლეტი გაინძრას არის ძალიან დიდი შანსი. სამწუხაროდ ეგრე მოხდება. თუ ვინმეს რამე კითხვა ექნება ამ თემასთან დაკავშირებით და პრეტენზია, შემიძლია ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ აი მსგავს სიტუაციაზე მქონდეს დისკუსია.
ტექნიკურად და დეტალურად აუხსნი, რატო ხდება ეს? არ მეზარება, თუ გინდა დაგიშლით და დაშლ კაროკაზე და მატროზე გაჩვენებთ, რატო ხდება ესე? და ეს ყოველთვის ესე იქნება. ამიტომ ეს უაზრო რაღაცა რო არ მოხდეს, რომ თუნდაც ის რომ ჩემი ნათელი მაგალითთან გამომდინარე გეუბნებით. წინაზეც ვამბობდი, იმის წინაზეც ვამბობდი. ადამიანი, რომელსაც ექნება ფოლსტარტი, უნდა იყოს ავტომატურად წაგებული. იქიდან გამომდინარე, რომ წეღან ფალსტარტის შემთხვევაში გამასწრო მოტომ, ჩემ წინ იყო, მაგრამ ნახე რა მოხდა? მოვატრიალე მოტო, მოვედი და ვიდეო ამოვიღე მე თვითონ ჩემი ხელით. ჩემი ფოლსტარტის ვიდეო ამოვიღე და ვაჩვენე, რომ ფოლსტარტი მქონდა, რომ ის გარბენი გამეორებულიყო. ხო სისულელი აბსოლუტურად, ანუ მაგაზე დიდი სისულელი, აი ეგეთი რაღაც, ალბათ დედამიწის არც ერთ კუთხეში არ ხდება მსგავსი სისულელი. ასე რომ, რავი, იმედია შეიცვლება და თუ არ შეიცვლება, ისე აღმოჩნდება ბოლოს რომ აგერ აი სამწუხაროდ მონაწილე 5 კაცია ერთ კლასში, 4 კაცია მეორე კლასში, 6 კაცია მესამე კლასში და ასე რა. მანდიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა იგივე პრობლემა და ბევრ ადამიანს აქვს მაგის უსამართლობის განცდა, რომ იცი რა, თან ყველაზე მაგარი იცი რა, რომ მოტო ორი მოტო ხო დგას, აქეთ ხო ხალხი დგას, აქეთ ხო ხალხი დგას, უკან ხო ხალხი დგას და 30 კაცს უჭირავს ტელეფონი და იმ ტელეფონიდან ესე ჩანს, ამ ტელეფონიდან ესე ჩანს, იმის ტელეფონიდან ესე ჩანს, წეგან ვიღაცას ჩაუთვალეს, რომ კი მოგებული ხარ და მე უცბად აღმოჩნდა, არა, მაინც მე სხვა კამერაში ვნახეთ, რომ თურმე გამორჯვებული არ ყოფილიყარ. მსგავს რაღაცა რატომ ხდებოდა? ძალიან მარტივი. რა უნდა ხდებოდა? სამწუხაროდ ეს დრაგი ჩაიშალა. როგორც ამბობენ ჩაიშალაო. მაგრამ რა ვიცი, ჩემი აზრით, რა ვიცი. არასწორი იყო და მაგიტო ჩაიშალა. დაგემშვიდობებით ხო? რაღა დავამატომ, ვინმეს თუ რამე პრეტენზია ექნება მაგ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია დეტალურად აუხსნა, რატო უნდა იყოს ეგრე, ან რატო არ უნდა იყოს ეგრე. თუ გინდათ დავსვათ და ვიდეო. თუ გნებავთ 50 კაცი ერთად მოგროვდით და სადაც იქნებით მითხარით და მე მოვალ დაგიჯდებით და აგიხსნით რატო არის აბსურდი ეგ. ყველა წესის უკან დგას რაღაც აზრი. ყველა წესის უკან არის რაღაც აზრი. წერია წესი, იქ დეტალები ჩაშლილი არ არის ხოლმე, მაგრამ ანუ რაღაცა ხო შეიძლება დაფიქრდე და მიხვდე რა. ძალიან მარტივია რა, რაც არ წერია, იმას შეიძლება დაფიქრდე და მიხვდე რატო ხდება ესე. მაგრამ ვიღაცები არ ფიქრობენ და ეს პირდაპირ წერია. სხვათა შორის მაყუჩების კანონის არ იყოს, პირდაპირო ჯარიმები გამოგვიწერეს, ეგ კანონიც ეგრეა დაწერილი, ზუსტად ეს ვიღაც ტიპმა გაირბინა, ეს კანონი დავა იმიდი დაწერეთ, მე მეორე ტიპმა გამოირბინა და დავა იმიდი დაუშვით ეგრევე. გააცოცხლეთ ეგ კანონიო და გააცოცხლეს. და მოხდა ის უსამართლობა, რაც მოხდა. სამწუხაროდ კიდე რაც შეეხება მაგ თემას კიდე ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც უაზრობებს წერს, რომ ამას რატომ დავემორჩილოთ, იმას რატომ დავემორჩილოთ რაღაცები რა. ზუსტად ეგ ის ხალხია, ვინც 200 ლარიანი ჯარიმები გადაიხადეს და ხმარ ამოვიღეთ იმის მერე რა. და სწორი იქნებოდა ისე რომ უნდა მოქცეულიყავით, ისე როგორც მოვიქეცი მე. არ გადავიხადე ეგ ჯარიმა, გავასაჩივრე. მიუხედავად იმისა, რომ 10 დღე უნდა მდგარიყო მოტოციკლეტი საჯარიმოზე, საბოლოო ჯამში 32 დღე იდგა. არ მქონია მაგაზე არაფერი, კი ბატონო, მეთქი ბოლო წამამდე ვიბრძოლე და ბოლომდე მივიყვანე იქამდე, სადამდეც მივიყვანე. გავმართლდი ქულების დაემბრუნდა, ჯარიმაც გამიქვდა. ეს არის სწორი. ესე რომ მოქცეულიყო ყველა, ეს კანონი დამიჯერეთ ნამდვილად სხვა ფორმას მიიღებთ, მაგრამ ნუ ყველას იმესმის, იმიტომ რომ მოტოციკლეტს ჩვენ პირობებში და დღევანდელ დღეს 32 დღე და 30 დღე და 1 თვე ბევრი ვერ გააჩერებს, იმიტომ რომ ზოგი ტრანსპორტად ხმარობს, ზოგი მაგისთვის შემოსავლის წყაროა და ასე შემდეგ. თქვენიც ყველას იმესმის. მაგრამ ესე იქნებოდა უფრო უკეთესი. სამწუხაროა, რომ იმ ქვეყანაში სადაც ვცხოვრობთ და გვიყვარს და ვარსებობთ და სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, მსგავსი ზომების მიღება გვიწევს, რომ უნდა ვიყოთ დავაში სამწუხაროდ საპატრულოსთან, პატრულის ეკიპაჟთან და ასე შემდეგ. დაგემშვიდობებით, ახლა კარგად ვზრდებოდეთ.